გაიხსენე ჯეისონ, მიდი. არაფერსაც არ გავიხსენე. ჯეისონ, დაძაბე გონება და გაიხსენე. ვერა. ვერ ვაკეთებ, ვერა. არ მახსოვს არაფერი. ხო, კარგად? არაფერი არ მახსოვს საერთოდ. დაკარგავ შენს ოჯახის წევრებს. ეს კარგად დაიმახსოვრე. შენს ძმას ლეისონს. ახლა დაძაბი გონება და არა. გაიგე. დაძაბი გონება და გაიხსენე. მიდი. ზედმეტად სუსტი ვარ იმისთვის რომ გავიხსენო რამე. კარგადა. საერთოდ შენ ვინ ხარ მან? მაგიდან რომ მელაპარაკები. ჩამოდით აქ და მელაპარაკე. მაგას მოსაუბრა არ არის. აქვს ძალიან დიდი. და რომ ჩამოვიდე და მან დაგელაპარაკო რას იზა. ვერც ვერაფერს. ნაწილები ხარ სულ. სამშვიდად ვლაპარაკობ. დაძაბე გონება და ხითხა. თორემ რა შედეგებიც მოყვება შენ სიჩუმეს. მაგასაც ვამბობ. ხო გაიგე. არ ვიცი და რომ ვიცოდე არ გეტყვი. ხო გაიგე. დაძაბე გონება. არ შემიძლია. არაფერს თავი არ ნიშ. შეგიძლია. აი, ესეთი იდეა მოვაფიქრე. ორი კვირა რაც ხდებოდა ყველაფერი მომიყევი. ეს ნოაფიქს მივა. ბოლო კარგად გაიგე. დიახ. ბოლო ორი კვირა. ანუ რას მეუბნები რომ თავიდან მოგიღო ყველაფერი? რაც მოხდა? ხო, მიდი. შენ ხომ არ გაგიჟებულ ხარ კაცო? და ერთი რამ მაინტერესებს. მართლა ვერ ხვდები? რომ ეს შენს უკეთესი იქნება და შენ დახმარი ვავსილობ? მართლა ვერ ხვდები? თუ მომიყვები, ყველაფერი იქნება კარგად. შენს კარგად ცხოვრებ, კარგად გააგრძელებ შენს დარჩენილ ცხოვრებას. წერახლა შემთხვევაში შენ ციცი რას დაგემართება. მე შენს დახმარი ვავსილობ ყველანაირად. ხო, მაგარი დახმარება არის. გამომკეტე აქ და მაწამებ. ეს მართლა ვერ ხვდები. თუ მომიყვები რეზნოზე, ყველაფერს თავისუფალი იქნება. ესე იგი ქალაქ კლერმონში მოხდა მკვლელობა მიახლოებით 6 საათისთვის. მოხდა ყველაზე მაღალი შენობა. ჯერჯერობით მკვლელის ვინაობა უცნობია.
საინტერესოა. აზე რა ვარ, რაღაც შენობიდან გაუსწრიო ვიღაცას. დაიცა მეისონ. ჯეისონ. როგორ ხარ? რავი, არა მიშავს. შენ როგორ ხარ? რა ვიცი, კარგად. ისე მაგრამ კარგად მეძინა. კარგია. ისე ის გახსოვს ვიღაცა კვლელი საფრანგეთში. რომ მოგიყევი? ხო, რომ მომიყევი. მახსოვს მე? ხო, ეხლა რაღაცა ინფორმაცია ვნახე, რაღაცა გამოაცხადეს და კვლელი ჯერ კიდევ ვერ უპოვიათ. ხო, ეგეთი მკვლელის პოვნა რთულია თან იციან თავის დამალვა, მოხდები. ხო, შენ საიდან იცი? ხო, ხო ხდები პროფესიონალები არიან რა ეგენი. ეხლა არ არის ძნელია რა უბრალოდ რა რო ეხლა მხელა შენობიდან სნაიპერი თუ რაღაცას თავში გაარტყა ხო ხდები პროფესიონალიზმი არის ხო ხდები და ხდები ალბათ ხო კაი წამოვისაუზმოთ დავა წამოვიდე ესე მაგარი აურა აქვს ამ სახლს სერიოზული რა თქმა უნდა ეხა სხვანაირად სექსი უნდა ხოხტები ხო ხო ხტები რა ერთ წუთით მოიცადე რას მესიჯი მომივიდა და მიდი ხო ყველაფერი გზია ხო იცი რა შეასაქმე რაში? სამსახურიდან მომწერეს უფრო სწორედ. ხო. და გასასვლელი ვარ სამწუხაროდ და დღეს ისე მოვალ აქ. არა პრობლემა. მარტო არ დაგხვდა ხო ხდები ძმაო. არა, ესე რა არის სამსახურია ხო ხდები რა. ძნელი. ხო, კი. ხო, ხდები. უბრალოდ ავალ მე. მოწესრიგდები და წავალ. კაი, მიდი, წარმატებები. მოიხარ. გამარჯობათ ოფიცრებო. გამარჯობათ. ერთ წუთი თუ შეიძლება. აქ შესვლა აკრძალულია. უკაცრავად, FBI-ის თანამშრომელი ვარ მე. მარკუსი, მოიცა. მარკუს. მობძანდი. უკაცრავად რა. მობძანდი. არა, ესე იგი, ესენი არიან, ხო? ესე იგი, აშკარად იარაღით არიან მოკლულები. და არა, დანითან რაიმე მსგავსით, ხო? დიახ, სერ, ნატყვიარი არის თავში. დიახ. თან რაღაც არ ამგონია, რომ პისტოლეტით იყოს რაღაცა უფრო M4 თან კალაშნიკოვის რაღაცა ეგეთი მაგვარი იარაღით რა. არა, ეს პისტოლეტს არ გაქვს, ნამდვილად მძიმე იარაღით არის გაკეთებული ეს ყველაფერი. ესე იგი
ეს ზუსტად როდის მოხდა? გუშინ დღის განმავლობაში. ანუ დღისით ესე ვიღაცა გადაწყვიტა რომ შუა გზაზე მოეკლა 4 კაცი? ნუ ესე იგი მანქანებს შევამოწმე. ნუ მატყუარები ამასაც ეტყობა ალბათ, მანქანასაც მოხდა რამდენიმე ტყვია. დავუწევთ ახლა მანქანები. ხდება აქ. ეს მანქანა სუფთაა. ესეც ესეც სუფთა არის. ნუ მოკლედ ეს საერთოდ მემენდეზის ჩადენილი არის და უნდა მომაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია მემენდეზი საერთოდ მექსიკური კარტელების შესახებ და ერთი ნაბიჯი წინ უნდა ვიყოთ ყოველთვის. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. დიახ, სერ, აუცილებლად. ყველანაირი ინფორმაციას მოგაწვდით. კარგი. ეხლა დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდით. ინფორმაცია აუცილებლად მომაწოდეთ. დიახ. რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით. აკვამდის. Привет, Резнов. Здравствуйте. როგორ ახლა? Ну, კარგად, ჩვენ? რავი, არა მიშოს, რაც გუშინ მოხდა გაიგებდი ალბათ. მითხარი. ნუ, კი და რაღაც იდეა მაქვს. ხო, აი მაღაზიაზე მინდოდა ლაპარაკი. თანხის ანაზღაურებაზე, ხო ხდები? თანხა დავკარგეთ მენენდესის გამო. მომითხარი იმ დღეს. კეკე. ხო და აბა, რა გეგმა გაქვს? ბატონო რეზნო. ნუ ჩვენ ქალაქში ბანკი ხო იცი? ეგეთ რა. ბანკი? აი, მოიცა არ მის რომ ბანკი უნდა გავძარცოთ. ნუ, ჭკვიანი ბიჭი ხარ. ბანკი რეზნო? ხუმრობ ხო? და. რეზნო, მე მეგონა ჩვენ მარტო ადამიანებზე უნდა ადირობდით, იმაზე ვინც არ გვევასებოდა. რა ბანკი აიდეხეთ? ნუ, სიმართლე თუ გაინტერესებს, არც იმ ბანკის თანამშრომლები არ მევასება, ამიტომაც, ნუ, შეგვიძლია, ხსნელია. კაცი ხარ რეზნო, რა კაცი. კარგია, იმორი ცნობა რომ გაქვს. რაც მოხდა იმის მერე მაინც. ნუ, იუმორი არსად არ ხდება, ხო იცი? და სულ ჩვენ დარჩება. კარგი, მაშინ როდის როგორ რანაირად უნდა დავიწყოთ? ნუ, რაც მალე მით უკეთესი. მოდი მაშინ ისი რა ვქნა, სადღაც საღამო როცა იქნება, ხა დილაა და. ამ ადგილას შევხვდეთ და დავიწყოთ. ნუ. არა პრობლემა. ნუ. კარგი. მაშინ წავალ. ნუ, წავი. დასვიდანია. დასვიდანია რეზნო. დასვიდანია. Давай, მინ. აბა ბიჭებო, რა შვებით? ექსპერტიზის პასუხები მოვიდა? რომელი იარაღების? ხო, დიდი ალბათობით დავადექით მექსიკელების კარტელის კვალს. და
ვაი ძალიან კარგია. ნუ ეხლა იარაღის ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ მოსულა გადამოწმებაზეა. სავარაუდოდ ხედრებიც წაიყვანეს. და გადამოწმებენ მაგათაც ექსპერტიზაზე. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. უნდა ვურთხილდეთ კარტელს. ძალიან საშიში ხალხი არის. კი, ვიცი, მსმენია მაგაცზე. და საშიში ხალხი არიან საკმაოდ და უნდა ვურთხილდეთ მართლებიდან ისე. თან იცით როგორი პონტი არის, აი ნახეთ. ესე უბრალოდ ხელს ვერ დავადებთ, მტკიცებულებები გვჭირდება. ხო. აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიფრთხილე გვმართებს. ტურაზე რა ხდება? ტურაზე ჯერჯერობით უშედეგოდ კვლავ ვერ გავდივართ კონტაქტზე. ნუ ჭკვიანი ტიპი არის ეგეც რა, იცის დამალვა. თან კამერების ჩანაწერების გადავამოწმეთ და საერთოდ არაფერი არ ჩანს. მე მგონი გათიშული იყო მაგ დღეს ეგ კამერები. თან რაღაცა ღონისძიება რომ მიმდინარეობდა, მაგ დროს მოკლეს ის საწოდავი ფრანგი. ვაი, ესე ძალიან ჭკვიანები არიან, შეიძლება მაგათმაც კი გათიშეს. კი, შესაძლოა არის ერ. ნუ, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურაც ვიპოვოთ და მენენდესიც. კი, აუცილებლად. ალბათ უნდა დავხუროთ რამენერად ეს кейსი. 1000 ყური და 1000 თვალი. დიახ, სერ, მე მგონი ეს არის ერთ-ერთი რთული ორი кейსი, რაც იქონია. კარგით, აბა ბიჭებო, მიხედეთ საქმეს. Ну, понятно. Сигнал сурулдები რა ზნო. Подожди. Давай! Ხელები მაგლა ხელები ყო. ხელები მაგლა, მალე. დაწეკითხო, ძარცო. მალე. დაწეკითხო. ზენგი, ჰა? ფული სად არის? იქ არის, არ მესვოლოთ, იქ არის, არ მესვოლოთ. აი, იქ იმოთახში, ჩემ უკან. გახი. ახლავე, არ მოდი. ივო სლუშავ. დროზე გახი, სამშობლი გაგეყიდე, მალე. Ho, какой деньги. Сон. Моди, иди сюда, моди. ვერ მოვალ რეზნო, ხალხს ვინ მიხედავს მე? კაი, მაშინ მანდიღავი. აქ ძალიან ბევრი ფულია. რა ხდება, ხომ მშვიდობა? რეზნო, პოლიცია დაგვადგა. როგორ? მოსალოდნელი იყო. დროზე ახიკე ფული და წავედით დავახვიდე აქედან. ხლავე. ალყაში ხარ, იარაღები დაყარე. შენი. რეზნო, მალეკენი. შვები, ჩემ მაქსიმუმს. ბიჭო, სადაცაა შემოანგრევენ ის ნაძირლები, მალეკენი. უნდა გავიქცეთ. უნდა გავიქცეთ, მალე. ვიცა წერა. წერაქვით გავა. არა, წერაქვი ბევრ დროს აიღებს. დინამიტს დავამაგრებ. დინამიტი. კაი, მალეკენი, დროზე მიდი. თან ამათაც უკვე დროზე. აცათე რა შენი.
გაიქეცი. დროზე დატყდი. აქად გველოდება იქით. დროს. დაკეთ, მე მომყევი. მიდით ბიჭებო, ხალხი გაანთავისუფლე. ეხლა ვისე. აბა, ყველაფერი წაიღეს? სამწუხაროდ კი ისე. სულდრად ყველაფერი წაიღეს. ხარა, მაინც გამეხსნენ რა. დარწმუნებული ვარო ტურა იყო. იმეცას ვფიქრობსე. უკანა კედელი გაუმტევია და ისე წასულან. თქვენთვის კარგი სიახლე მაქვს სერ, დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ. ოხ! გავრონ! რა სიახლე გაქვს? აი თქვენით ნახეთ. მომწონს ეგ უკვე. ანახე აბა. აჰა, კინოს უნდა უყუროთ. თქვენით ნახოთ. დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ. Loren Díaz. Давай. Moitza. ¿Cómo estás? Este tu gaacheri, es gaacheri. ეს არის ვინც მგონია? კი, ეს ტურა არის. ტურა. როგორი ამპარტავანი ყოფილ ხარ? რეზნოზე რა ისმის? რეზნოს მე ჩვენ მივხედავთ სერ გინდათ? მოკლედ თქვენ რეზნოს მიხედეთ და აი ტურა ჩემია. კარგით სერ, გასაგებია.